ხვიჩა კვარაცხელია და ნეიმარი, ვის აირჩევს ხელოვნური ინტელექტი? 1. ბრაზილიის ვარსკვლავი, მილიონების კუმირი. 2. საქართველოს შვილი, ელვა კავკასიიდან. ნეიმარი და კვარაცხელია. 2 მხატვარი, 1 ბურთი. 2 ჯადოქარი, რომლებიც მინდორზე სასწაულს ქმნიან. მაგრამ ვინ აირჩია ხელოვნურმა ინტელექტმა? ნეიმარი, სწრაფი, თავხედი, მოულოდნელი. ის ბრწყინავდა ბარსელონაში, ანათებდა პარი სენ-ჟერმენში. ფინტები, დრიბლინგი, პენალტები, ყველაფერი მუსიკას ჰგავდა. მაგრამ იყო ტრამვები. ხშირად თამაშს სდებოდა. რაღაც გამორჩა, რაღაც არ დაასრულა. და ახლა კვარაცხელია. ახალგაზრდა, მშიერი და საშიში. როცა ნაპოლიში მივიდა, ცოტას სჯეროდა, რომ ლეგენდად იქცეოდა. მაგრამ ასე მოხდა. ის არა მარტო თამაშობდა, გუნდს ლიდერობდა. ქართული ფლანგი ტორნადოდ გადაიქცა. დრიბლინგი, პასი, გოლი და ისევ დრიბლინგი. არანაირი პანიკა. ცივი გონება და ცხელი გული. ხელოვნურმა ინტელექტმა ასობით მონაცემი გაანალიზა, დრიბლინგი, პასები, გოლები, გუნდზე გავლენა, გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ. მაგრამ ყველაზე მთავარი, მინდორზე ეფექტი. და აი არჩევანიც გაკეთდა. არჩევანი, რომელმაც ბევრი გააკვირვა. კვარაცხელია, ნეიმარია, მაგრამ უმოკლოდ. ასე თქვა ხელოვნურმა ინტელექტმა. სიცრუის გარეშე. პათოსის გარეშე. მხოლოდ ფეხბურთი. შედეგი. ვნება. ხვიჩა კვარაცხელია, მხოლოდ ქართველი სიამაყე კი არაა. ის არის მომავლის ფეხბურთელი. დროის, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნიჭი, არამედ ხასიათიც. და ბოლოს, ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა, დღეს კვარაცხელია. ხვალ, მისი ეპოქა.